მოგესალმებით. გიერთდებით მტკვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც არის იუსტიციის სახლი, რომელიც ბატონმა მიხეილ მააკაშვილმა ააწყო. ხო და რაღაც მობილიზების სუნი მცემს. არ ვიცი რა ხდება ნამდვილად, ძალიან ბევრი პოლიციელია შეკრებილი. რაც მე საერთოდ არ მაწყობს, რადგან ჩემი სკეიტით ვარ გამოსული. ხო და ღმერთს თხოვ რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა არეულობა, სისხლისღვრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავის არ წაადგება ეს. ვისაც გქონია რომ წაადგება, იმათაც არ წაადგებათ, ხო და ღმერთმა ქნას რომ მშვიდობით ჩაიაროს ყოველმა დღემ ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ საქართველოს შენ არ აყავს შვილი დასაკარგავიო. ხო იცით ეგ ლექსი. ხო და არ არის ეგ ტყუილი. არა, ჩემი ფავორიტი მაინც ის არის, რომ ქართველობა რთულია, მაგრამ აუცილებელი, სულელებო. ასე რომ მოიხოდეთ, ნუ ხართ დრაჟენიებში, როგორც იტყოდნენ, ნუ ტრიგერდებით, შვილნო ჩემნო, ძმანო და დანო ჩემნო. განიცადეთ მაქსიმალური სიმშვიდე, ნეტარება, სიყვარული გაეცით, რომ მიიღოთ მერე. გააზიარეთ ეს სიყვარული ერთმანეთში, რომ არ დაიკარგოს. სხვა გზა არ აქვს. მთავრობები მიდიან, მთავრობები მოდიან. ძალიან ბევრი მთავრობა იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ზოგადად ქვეყნიდან, მაგრამ არ აუშავს. ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები, მიგრაცია მოსული პონტია, რა ვიცი, ყოველთვის იყო ეს. ზოგი დაბრუნდება ქვეყანაში, ზოგი არ დაბრუნდება, მაგრამ თავარი ის არის, რომ სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ვიკატაოთ, ანუ ვიგორაოთ სკეიტზე, მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება, ვიფიქროთ დადებითზე, ნაკლები ვიფიქროთ უარყოფითზე, სუდაკიდებაც არ გამოვა უარყოფითის, იმიტომ რომ მაშინ ილუზიაში გამოგვივარო ცხოვრობ, სულ დადებითი დავინახოთ ყველაფერში, რაც არ მივესალმებით ჩვენ. ამიტომ ზომიერება, მეგობრებო, ზომიერება, ზომიერების გარეშე ვერასდროს ვერ განვითარდებით. ზომიერებას როგორც კი დავკარგავთ, გადავალთ ან რადიკალიზმში, ან თვით დეგრადაციაში. ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია ადამიანებში და ამ ოქროს შუალედს როცა ვიპოვნით, შემდეგ უნდა გავაკეთოთ აბრაკადაბრა. ანუ carpe diem. დავიჭიროთ წამი, ეს წამი გავაშიშოთ და ვიცხოვროთ ამ წამით, გაშიშებული წამით. ჩვენი დანარჩენი დღეები, მომავალი დღეები უნდა იყოს იმ ბედნიერების გაგრძელება. როდესაც დავიჭირეთ ეს ბედნიერების წამი. თუ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ, თუ გვინდა რომ უბედურები ვიყოთ, ვიქნებით უბედურები, რა პრობლემაა, მაგაზე მარტივი არაფერია. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩემო მეგობრებო, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ თავი თქვენი და წარმატებებს გისურვებთ. თქვენი პატარა იკაკო ფილალეტე. ესია ძმა. აბა თქვენიც კოცნით, გეხვევით და მუხლებში გივარდებით.